ალექსანდრე, ერთ-ერთია მათ შორის ახლა ის იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც გვიპასუხებს კონკრეტულ კითხვებზე. მოგესალმებით, ბატონო ალექსანდრე, თქვენი გამოცდილებით რომ გვიპასუხოთ, ალექსანდრე რევაზიშვილი წარვადგენ სრულად საპროტესტო აქციაზე დაზარალებული. აი მას შემდეგ რაც ისმენთ აგერ უკვე მე-6 თუ მე-7 დღეა ამ ზოგად განცხადებებს, გაქვთ თუ არა თქვენს კონკრეტულ კითხვებზე პასუხი და რომ მითხრათ თქვენი გამოცდილების შესახებ. არ ვიცი იმ 5-ში ჩაგთვალათ თუ არა ირაკლი კობახიძემ, რომელიც მისი მათემატიკით დათვალა, მაგრამ თქვენ რა გამოიარეთ? მოგესალმებით ფორმულას მაყურებელს, ყველას მივესალმები. უკვე რა განცხადება უნდა გავაკეთო ამასთან დაკავშირებით ეს ადამიანები 5 მიმართვა იყო, მხოლოდ მეტი არ ყოფილაო. მე 2 დეკემბრის ღამეს, 3 დეკემბრის გამთენია იყო ზუსტად კარგად მახსოვს, იმიტომ რომ იმ ღამეს მე დარბევაში მოვყევი. უკვე მე ომგამოვლილი ქალაქიდან ვარ, გორში ვაკეთებდით ხოლმე ყოველდღიურ აქციას და შემდეგ ვერთდებოდით თბილისს. როდესაც 2-ში ღამე ჩამოვედით, გორის აქციის შემდეგ თბილისს შემოვერთდით, 2024 წლის უკვე 3 დეკემბრის დილა თენდებოდა, როდესაც დაიწყეს სასტიკი დარბევა. მაშინ მე წყლის ჭავლის ქვეშ მოვყევი. წყლის ჭავლი იმდენად მწარე იყო, არ ვიცი რა, აი ბოლომდე სული რო გეხუთება. და გაზის კაფსულები იყო საშინელება, აი ღამეს მართლა არ ვიცი რა გამოიყენეს, მე გონებას დავკარგე, გული წამივიდა და ხელით გამომიყვანეს აქტივისტებმა. შემდეგ ჰაერი რო აღარ მყოფნი და ბესიკის ქუჩაზე ავყევით მე და ჩემი მეგობარი. მხოლოდ იმის გამო რომ იქნებ ცოტა სუფთა ჰაერი შემესუნთქა, რომ ფილტვები არ დახშულიყო ბოლომდე. ზუსტად ამ დროს ბესიკის ქუჩიდან სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები. გამოგვეკდნენ ჩემი მეგობარი ადგილზევე დააკავეს და მე რაღაცნაირად ხელიდან დაუსხლდი. აი ზუსტად ეს კადრები, რომელიც ახლა თქვენ აჩვენეთ, იმ ღამეს დამარბიეს მეც, მირტყავდა რამდენიმე ადამიანი, მაგრამ მოვახერხე და გამოვიქეცი. ეს არის ბატონო ალექსანდრე ბოდიშვიხთი ამ ძიმე ფოტოების ჩვენებისთვის, ეს არის თქვენს სხეულზე კვალი, ეს რისი კვალია? წამაქციეს ხელი მკრეს სპეცრაზმელმა თავქვიარის დაღმართია რა ის ადგილი და როდესაც გამოვიბოდი რომ გამოგცეოდი მე იქ მხოლოდ იმიტომ მივედი რომ თავისუფლად მესუნთქა და იქ კიდევ უარესი დამხვდა, იმიტომ რომ აი ჰაერი საერთოდ არ მყოფნი და მეგონა რომ ანგული გამიჩერდებოდა, ან რაღაცა დამემართებოდა და მხოლოდ იმიტომ რომ შევედი და იქიდან კიდე ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს. წიხლებს მირტყავდნენ და წაქცეურს. და ისე იყო რომ აქტივისტები არბევენო და გამომეშველნენ რა ამ დროს და უკან დაიხეს, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანს ერთად აი ნადირობა რო იყო გამოცხადებული ქუჩებში რო აკავებდნენ, აი იმ პერიოდს გიყვებით. მას შემდეგ დამეწყო ძალიან ბევრი ჯერ ერთი კვირის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი, ისეთ საშინლად ვიყავი ნაცემი. ხო და შემდეგ მე სიმართლე რო გითხრათ, მიმართვიანობაზე რაც იყო საუბარი, მე სასწრაფოს მივედი იმ საღამოთივე სასწრაფოში რაღაცა ხსნარი წამისვეს ფეხზე და მუხლი შემიხვეს და ეგ იყო თხოვეს ოღონდ სიმართლე რო ვთქვა, გადაგიყვანტო თუ საჭირო თვლითო, მაგრამ მე იმიტომ არ გავყევი იმ ღამეს, რომ ჩემი მეგობარი დაკავებული რომელიც იყო, იმისი მანქანით ვიყავი და იმასთან ერთად კიდევ 2 ახალგაზრდა არასრულწლოვანი იყო 16 და 17 წლის ბიჭები. ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ წამოსულები და მათ მე ვეღარ პოულობდი. როდესაც ვიცოდი რომ სოსო უკვე დაკავებული იყო, იმ ბავშვებს მე ნამდვილად ვერ დავტოვებდი და საავადმყოფოში ჩემ თავს ვერ მივცემდი უფლებას, რომ მაშინ წავსულიყავი. შემდეგ დილა რო გათენდა ის დილა როგორც იქნა გათენდა და როდესაც ჩვენ წამოვედით, ხელით მომიყვანეს სახლამდე, ხო და შემდეგ ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. და მე ექიმთან უკვე მე მეგონა რომ ეს ნელ-ნელა გაივლიდა, ბუნებრივია რომ ვიფიქრე რომ ეს ტრამვები ნელ-ნელა გაივლიდა, ჩამიცხრებოდა. კი ფიზიკურად აღარ თვალზე, აღარც მუხზე არაფერი არ მეტყობა, მაგრამ შემდეგ დამეწყო მწვავე ტკივილი ყელის. ყელის კბილებიდან სისხლდენა დამემართა ვიფიქრებ, აი მართლა არ დამიკავშირებია რა კიდევ ამ თემასთან, აი მართლა არ დამიკავშირებია. ფიქრობდი რომ რაღაცა გრძილები გამიგიზიანდა და ამისი ბრალი იყო.
და ეტაპობრივად მეშველებოდა. მაგრამ არადა არ მოხდა ეს შემთხვევა. მე ვიყავი ექიმთანაც აგრეთვე თინიკო ვანიშვილთან გორში და მგორელია ეს ექიმი ნესტან ვანიშვილი ასე არის. ხო და როდესაც უთხარი რომ გამომწვევი მიზეზი ხო არ შეიძლება აქციები ყოფილიყოს იქ მოწამვლა რო ყოფილიყო ესეთი მდგომარეობა მაქვს. ეს ქალი ქოცი ყოფილა სინამდვილეში გაგიჟდა არანაირი აქცია არაფერ შუაში არ არისო გაქვსო შენო ყელის სოკო. ყელის სოკოზე დამიწყო მკურნალობა ამ ადამიანმა და უარესად გამიმწვავდა. საშინელი ტკივილები გამოვიარა, ესე იგი არანაირი ყელის სოკო არ მქონია. მე მქონდა შემდეგ SBBC-ის კვლევა რო დაიდო ხელმეორედ საჭმლის ჭამის დროს ვერ ყლაპა მძიმეა ცოტა ისეთი საჭმელი რომელიც მაგარია შეუძლებელია ვერ უჭამ ისეთი გართულებული მაქვს. ხო და ეხლა აღმოჩნდა მე ყელის ნაცხი გავიკეთე ამ BBC-ის გამოძიების შემდეგ და საერთოდ სხვა რაღაც აღმომაჩნდა. იყო სტრეპტოკოკი, რომელიც სოკოსთან არანაირი კავშირში არ იყო და ეს შესაძლებელი არის, რომ ქიმიური დაზიანებისგანაც გამოეწვია. თუმცა მას შემდეგ უკვე 1 წელი გავიდა და ამ სასამართლოზე ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ მე ვერაფერს ვერ დავამტკიცებ, მაგრამ ფაქტი არის, რომ საშინელი დღეები გამოვიარეთ 2024 წლის 3 დეკემბერი იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე ღამე. ბატონო ალექსანდრე, დავაზუსტოთ მოდით, ესე იგი სუსმა ვითომ გამოძიება როგორც გითხრა რომ ჩავატარეთო, საუბრობს დარწმუნებით მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეზე. თქვენ აგერ ხართ მოქალაქე, რომელიც სამში ამბობთ რომ ეს პრობლემა შეგექმნათ და სამში დგომას და დასველებას და ამ აირებს უკავშირებთ. კი ბატონო, ამას უკავშირებთ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. დღემდე არაფერს არ გვეუბნებიან 28-დან 3-ის ჩათვლით რითი არბევდნენ. დღეს ისიც მოვისმინეთ რომ საერთოდ არ იყო იქ დარბევებიო. ირაკლი კობახიძე გვიმტკიცებს ამას. არ ვიცი ამნეზია უნდა დაგვემართოს თუ ეს კადრები სადმე უნდა გაქრეს, ან ეს ადამიანები როგორ უნდა გაქრნენ ამ სამყაროდან რომ მისი რომ ეს ფრაზა ისტორიული შეიძლება ითქვას რომ დარბევები არ ყოფილა, არავითარი დარბევები არ ყოფილა, რაიმე მარცვალით მივიდეს რეალობამდე, ეს აბსურდია. ამ წინადადების შემდგომ მოყოლებული ფრაზა რომ არაფერი არ გამოუყენებიათ სხვა ასევე ნაკლებ დამაჯერებელი, იმიტომ რომ კაცი დაათი აკავშირებს ამ წინადადებას, ეს ცალსახაა. მაგრამ მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, თვითონ აი როცა აღწერთ 3-ის ღამეს, თქვენ აღწერთ რომ სუნთქვა იყო წარმოუდგენელი, ასე აღწერს ყველა ვინც ეს ღამეები გამოიარა, პირდაპირ ეთერში შემონახული არაერთი კადრი, მათ შორის ჟურნალისტები როგორ აღწერენ წყლის შეხებას ორგანიზმზე. ეს იყო თუ არა მასიური თქვენს ირგვლივ და აღნიშნავდა თუ არა ყველა იმას, რომ რაღაცა სხვა არის გარეული წყალში. ეს ფრაზა ყველაზე ხშირად ისმოდა პირდაპირ ეთერებშიც. მაშინ აი ზუსტად ის ღამე იყო, როდესაც ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნილიც იყო სამედიცინო ცენტრი. იქ მიმართვიანობა მახსოვს რომ ოპოზიციას ჰქონდა გაკეთებული. იქ და ადგილზევე მივდიოდით, ვისაც თვალების წვა ჰქონდა, ან მიმართვიანობა სასწრაფოში უფრო ნაკლები იყო, ვიდრე იქ ჯიხური იყო და მედიკამენტებით იქვე გვეხმარებოდნენ, იმიტომ რომ სანდოობა არ ჰქონდა. მე იმისიც მეშინოდა რომ მაგალითად რო გავყოლოდი სასწრაფოს, შესაძლებელი იყო რომ მე ეგრევე საპატიმროში წავეყვანე, იმიტომ რომ უკანონოდ დაკავებული წინა დღეებში ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვნახეთ და სასწრაფოში მიდიოდა, საავადმყოფოში მიდიოდა, მიყვებოდა მერე პოლიციას ამან. საავადმყოფოში წაყვანის ფიშიც მქონდა. ჯერ მე ის არასრულწლოვანებს ვერც დავტოვებდი, მაგრამ ამის შიშიც იყო, რომ მე საავადმყოფოდან პირდაპირ საპატიმროში არ მოვხედროდი აქციაზე გასვლის გამო. და ადგილზევე ვცდილობდით ჩვენ ახლა მე აქ ექიმს ჩვენს ექიმსაც მივმართე ადგილობრივი ექიმი რომელიც ძალიან კარგი ადამიანია და იმასთან ერთად რაღაცა კრემები, მაზები, მოსაშუშებლები, ფიზიკური შრამები რო არ დამჩენოდა.
ისინი გამოვიყენე, მაგრამ სავარყოფაში არ წავსულ ვარ, მე შეგნებულად მე თვითონ ვერ წავედი. კი ბატონო, ეს რამდენად მასიური იყო, ანუ ბევრი ადამიანი ამბობდა ამას. იმ ღამეს მე მგონი რომ 50-მდე ადამიანი დააკავეს თუ სწორად მახსოვს. აი ძალიან ბევრი ადამიანის დაკავება მოხდა მაშინ. ეს ხდებოდა თან გაჟღენთილი ტანსაცვლით, სველი ტანსაცვლით წაყვანა ამ ადამიანების, არაერთი ყვებოდა მე. ჩემი მეგობარი სოსო ბაბაევი ალბათ გახსოვთ მისი კადრებიც, რომელიც ავტობუსში შეაგდეს, ერთად ვიყავით ჩვენ მაშინ წასულები, ავტობუსის ცემეს, ფეხიც ჰქონდა მოტეხილი, გიფში უჯდა, რამდენ მთელი 4-5 თვის განმავლობაში ვერ დადიოდა. აი იმ ღამეზე ვსაუბრობ ზუსტად, მე და სოსო ერთად ვიყავით. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ჩემს საახლობლოდან ძალიან ბევრი ადამიანი იყო. მე კიდე რაზე მაქვს იცი ამ ხელისუფლებასთან პრეტენზია. ჩვენს გარშემო იყვნენ აგრეთვე ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს. ქართულ ოცნებას ვინც უჭერდნენ მხარს, მაშინ აქციაზე ძალიან ბევრი ჩემს გარშემო ადამიანები მოდიოდნენ იმ აქციაზე, იმიტომ რომ როდესაც ესეთი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ თუ რუსეთუმე არ იყო და რუსეთი არ უნდა და ყველა ადამიანში აღშფოთება გამოიწვია. ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით 29 ნოემბერს მას შემდეგ რაც ეს განცხადება გააკეთა, კი ბატონო, ბევრი ადამიანი ყოფილი მომხრეც ქართული ოცნების იყო იმ აქციებზე. გეთანხმებით. აი მისი მშობლები რომ აქ არჩევნებზე მოსყიდვით რომ გამოირჩეოდნენ, დაშინებით რომ გამოირჩეოდნენ, იმ მათი შვილები ჩემს გვერდით, ჩემს სამეგობროდან, ჩემს სამეზობლოდან წამოსულები იყვნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ აქციაზე. ანუ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხوار წამლავდნენ, ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც წამლავდნენ, ამას ვამბობ და უბრალოდ არ შეიძლება ასეთი მიდგომა თუ რაღაცა საშიში ნივთიერება იყო გარეული, ხო? ჩვენ 1 წლის განმავლობაში, 1 წლის შემდეგ არ უნდა გვესმოდეს ეს. მანამდე ხო შეგვერყა ჯანმრთელობა, მანამდე მიუმართავდით ექიმს და ესეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და კიდევ არ ვიცით გარშემო რამდენი ადამიანი არის, ყველა ხო ხმამაღლა ვერ საუბრობს ამ თემაზე. იმიტომ რომ ხდება მერე ბულინგის მსხვერპლი, იქ ტროლების შემოვარდნა ხდება, რომ 1 წლის განმავლობაში სად იყავით, რატო აქამდე ხმას არ იღებდით, მიდის აუგათხსენება, გინება, ლანცვა, ოჯახების შეურაცხყოფა და ყველა ვერ იტანს ამას. ხო ალბათ სწორად მივხვდით, ყველა ადამიანისთვის არ არის, მეც ძალიან მიჭირს ახლა კამერებთან საუბარი, იმიტომ რომ მიჩვეული არა ვარ კამერებთან საუბარს, მაგრამ როდესაც ესეთი რთული მდგომარეობა მაქვს, დავაღწიე ჩემს თავს და ვთქვი, რომ უნდა ვისაუბრო ხმამაღლა, იმიტომ რომ შეუძლებელია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ხარ ადამიანი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს უფლება, შენ ხელისუფლებამ რომ შენს მიმართ გამოიყენოს ისეთი ნივთიერება, რომელიც მოგწამლავს ის მაგალითად მოგიხსენიოს როგორც ავადმყოფი, მოგიხსენიოს როგორც აკაცუკი, თუნდაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები, როდესაც გამოდიან და საუბრობენ ჩვენი მისამართით, ესეთ შეურაცხყოფელ ტექსტებს და შემდეგ მათი ტიტუშკებს აძლევენ ყველაფრის უფლებას, რომ ჩვენ გვცემონ, დაგვარბიონ, დაგვასახიჩრონ და სამართალს ვერსად ვერ იპოვი. ერთი ადამიანის კი არ არის დაშილი. მე ხლა მინდა გავიხსენო აგრეთვე ჩემი მეგობარი ვახოფიცხელაური არის დაკავებული, რომელიც დაკავებამდე 3 თვით ადრე თავის სახლიდან გაიტაცეს. კი ბატონო. მობილურების შემგეთებელი ცნობილი ბიჭი, 2 შვილის მამა, რომელიც ყოველ დღე საკუთარი ხარჯით ჩამოდიოდა აქციაზე. კი ბატონო, დეა. რომელიც სემეს გამეტებით სემეს, სიკვდილს ძლივას გადაურჩა. ერთი ადამიანიც კი არ არის დაკავებული, ერთი ადამიანიც და მხოლოდ ღობესთან გავლის დროს პრეზიდენტის სასახლესთან 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება და ეს რანაირი სამართალია. აი როგორ შეიძლება ამაზე არ გქონდეს არ გაგიჩნდეს სურვილი რომ ადამიანს მორალურად და სულიერად ხარში დაუდგე და როგორ არ უნდა გახვიდი აქციაზე როცა ამ ხელა უსამართლობას ეჭიდები და არ ვიცი ეს გამოსავალს მე ვეღარ ხედავ, იმიტომ რომ იმდენად უკვე ადამიანებს სიძულვილი აქვთ ერთმანეთის მიმართ, ეს ამის გამოსწორება რანაირად უნდა მოხდეს უკვე აი ქოცებად და ნაცებად დაყოფა არის საშინელება.
გახლეჩილია ერის ცოტა ხნის წინ ბანო ალექსანდრე რომ ასეთი ხაზი წაიშალა 29 ნოემბერს და სინამდვილეში იქ იდგა ყველა ვისაც საქართველოს მომავალი იყო მნიშვნელოვანი სინამდვილეში შთაბეჭდილება რჩება რომ ეს ორად გაყოფილი საზოგადოება არ არის ეს არის ორად გაყოფილი რეჟიმი საზოგადოების წინააღმდეგ მადლობა იმისთვის რომ მოყევით თქვენი ისტორია მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ხომარ გსურთ მადლობა თქვენ მადლობა დიდი მადლობა